მოგესალმებით კოლეგებო, გთხოვთ კენჭი უყაროთ წარმოდგენილ დღის წესრიგს. დღეს გვაქვს 4 საკითხი განსახილველი. პირველი გახლავთ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი, კანონპროექტი პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ და მისი თანამხედრი კანონპროექტები მოხსენებელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ბატონი გენადი არველაძე. გისმენთ ბატონო გენადი. მადლობთ ბატონო შოთა, მოგესალმებით თითოეულ პარლამენტის წევრს. დღევანდელ სხდომაზე წარმოსადგენად გვაქვს საკითხი, რომელიც ეხება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტს და მისგან გამომდინარე სხვადასხვა პროექტებს, რომელიც არის პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ, საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ და საჯარო შესყიდვების შესახებ. აღნიშნულ კანონპროექტებში წარმოდგენილი ცვლილებები შეეხო შემდეგ მიმართულებებს. ერთი არის ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე ცვლილებები და ის ვალდებულებები, რომელიც გვაქვს ბაზარ ზედამხედველობის კუთხით, სტანდარტების სავალდებულობასთან დაკავშირებით, რომელიც ძირითადად ტექნიკური ხასიათის არის და ასევე ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების წესში ცვლილებები. ბაზარზე ზედამხედველობის ნაწილში ცვლილებებს რაც შეეხება, აღნიშნული მიზნად ისახავს შესაბამისობის უზრუნველყოფას ევროპის პარლამენტსა და საბჭოს 2019 წლის 20 ივნისის რეგულაციასთან 10-20-თან, აქამდე რომელიც ამოქმედა წევრი ქვეყნების 2021 წლიდან, აქამდე მოქმედებდა და დაახლოებული ჰქონდა ჩვენ 765 რეგულაციასთან. შესაბამისად 765 რეგულაცია ძალადაკარგა და ჩაანაცვლა 10-20 რეგულაციამ და მესამე B დანართით ასოცირების შეთანხმებით, რაც იყო გათვალისწინებული, ხდება ამის ტრანსპოზიცია, ანუ დაახლოება 10-20 რეგულაციასთან. რეგულაციით უფრო დეტალურად, ხოლო რიგ შემთხვევაში ახლებურად მოწესრიგდა ბაზარ ზედამხედველობის განხორციელების რიგი საკითხები, მათ შორის გაფართოვდა ბაზარ ზედამხედველობის ორგანოს უფლებამოსილების ფარგლები, განისაზღვრა ეკონომიკური ოპერატორების ვალდებულებები, ასევე უფრო დეტალურად გაიწერა საბაჟო ტერიტორიაზე იმპორტისთვის განკუთვნილ პროდუქტებზე ზედამხედველობის განხორციელების ღონისძიებები, ასევე ეროვნული სტრატეგიის შემუშავების ვალდებულება 4 წელიწადში ერთხელ გვაქვს და პირველი ეროვნული სტრატეგია 2028 წლის 1 იანვარს გვექნება მზად და დავამტკიცებთ. ასევე მოხდა გარკვეული რიგ ტერმინთა განმარტებები. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით წარმოგიდგენთ ასევე თუ რას ითვალისწინებს ძირითადი ცვლილებები. ერთი არის ის, რომ შემოსავლების სამსახურსა და ბაზარ ზედამხედველობის სააგენტოს შორის ინფორმაციის გაცვლისა და თანამშრომლობის ზოგადი პრინციპები გაიწერა, რომელიც ამჟამად წესრიგდება შესაბამის ტექნიკური რეგლამენტებით და ის აისახა იერარქიულად შესაბამის საკანონმდებლო აქტში, კოდექსში. ასევე საბაჟო ტერიტორიების ბაზაზე ზედამხედველობის ღონისძიებების განხორციელების პროცედურული საკითხები დეტალურად რეგულირდება ტექნიკური რეგლამენტებით და საქართველოს ეკონომიკისა და განვითარებისა და ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. ცვლილებებით სააგენტო უფლებამოსილი იქნება პროდუქტის წარმოების, დასაწყობების და შენახვის ადგილებში განახორციელოს ზედამხედველობა, არა მხოლოდ დადასტურებული საფრთხის შემთხვევაში, არამედ რისკის ანალიზის საფუძველზეც. მოქმედი კანონმდებლობით ეს იყო უფლებამოსილება მხოლოდ სააგენტოს ჰქონდა პროდუქტის რეალიზაციის ადგილებში და რიგმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ სხვადასხვა ბიზნეს ოპერატორები ახდენდნენ რეალიზებას უშუალოდ სხვადასხვა ობიექტებიდან, რომელიც არ იყო პირდაპირ სარეალიზაციო ადგილი. ეს იყო შენახული სხვადასხვა სასაწყობო მეურნეობიდან და იქიდან ხდებოდა მსგავსი ტიპის პროდუქტების რეალიზება, სადაც ჩვენი უფლებამოსილება სააგენტოსი არ ვრცელდებოდა, ამიტომ მოხდა ამის გათვალისწინებაც და მათ შორის რეგულაციაც ითვალისწინებს ამას.
ასევე ცვლებით დეტალურად განისაზღვრა ეკონომიკური ოპერატორის ვალდებულება, მათ შორის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამის პროდუქტის ბაზარზე განთავსებისა და ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთან თანამშრომლობის ნაწილში. კანონპროექტით სააგენტო უფლებამოსილი იქნება ასევე დადასტურებული საფრთხის შემთხვევაში დაავალოს ეკონომიკურ ოპერატორს აღნიშნული პროდუქტის განადგურება, მისი სხვაგვარად გამოუსადეგრად ქცევა, ექსპორტი ან გადამუშავება. ეს იქნება სააგენტოს დისკრეცია და შესაბამისი რისკიდან გამომდინარე ამ ღონისძიებებიდან ერთ-ერთს დაავალებს ბიზნეს ოპერატორს და მის ვალდებულება იქნება. მოქმედი რედაქციით განადგურების ღონისძიება ეხებოდა მხოლოდ საშიში ქიმიური ნივთიერებების, მათ შორის ბირთვული ნაერთების შემცველ პროდუქტებს. ასევე ითვალისწინებს განადგურების ზემოაღნიშნულ ალტერნატიულ მექანიზმებს. კანონი აღნიშნული ცვლებით შესაძლებელი იქნება პროდუქტებიდან მომდინარე საფრთხეების პროპორციული ღონისძიებების გატარება, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს საფრთხის შემცველი პროდუქტის ხელმისაწვდომობა ბაზარზე. იცვლება პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების და გამოთხოვის სამართალდარღვევების ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების გასაჩივრების წესი. პირდაპირ იქნება შესაძლებელი გასაჩივრდეს საქართველოს საერთო სასამართლოში და არა ზემდგომ ორგანოში. პროექტში განხორციელდა ასევე სხვა ტექნიკური ხასიათის ცვლილება. ზედამხედველობასთან დაკავშირებული ნორმები სისტემატიზაციის მიზნით გაერთიანდა ერთ თავში. ასევე რაც შეეხება სტანდარტების სავალდებულობის ნაწილს, ის სტანდარტები, რომლებიც შესაძლებლად სავალდებულოა, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით და ეს ხარვეზი გასწორდა. რაც შეეხება ტექნიკური ზედამხედველობის ნაწილს, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები ეხება მომიტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების სამართალდარღვევის დაწესებულ ჯარიმებს. კერძოდ ორმაგდება კარიერის, მაღარო შახტის, ნავთობაზის და სხვა ობიექტების ექსპლუატაციის უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის დადგენილი ჯარიმების ოდენობა. მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მინიმალური რაოდენობა იყო 150 ლარიანი ჯარიმა და იზრდება 300 ლარამდე, ხოლო მაქსიმალური 3000 ლარიანი იზრდება 6000 ლარამდე. ოთხმაგდება ასევე ჯარიმები ბუნებრივი გამოქვაბულისა და მღვიმე ობიექტებში, მომხდარი ავარიის უბედური შემთხვევების შეუტყობინებების შემთხვევაში ტექნიკური და სამშენებლო სააგენტოს ზედამხედველობის სააგენტოსთვის. შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მინიმალური 50 ლარიანი ჯარიმა იზრდება 200 ლარამდე, ხოლო მაქსიმალური 100 ლარიანი 400 ლარამდე. მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს სამშენებლო სამართალდარღვევისთვის დაწესებულ ჯარიმების დიფერენციაციას ჩადენის ადგილის მიხედვით. ეს ადგილები იყო დაყოფილი სარეკრეაციო ზონებად, იყო ასევე ქალაქად, დაბად და სოფლად და სხვადასხვა შესაბამისი სხვადასხვა საჯარიმო სანქცია იყო ადგილების მიხედვით გათვალისწინებული. ცვლილებით უქმდება აღნიშნული დაყოფა სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის მიხედვით და წესდება მხოლოდ ერთი ჯარიმა, ანუ ერთიანი ჯარიმა. კერძოდ სამართალდარღვევის დაწესებული ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება მინიმალური 8000 ლარის ოდენობით, ხოლო მაქსიმალური 50000 ლარის ოდენობით. რაც შეეხება ჯარიმების გაზრდას, აღსანიშნავია, რომ არსებული ჯარიმების ოდენობა არ არის სამართალდარღვევიდან გამომდინარე საფრთხეების შესაბამისი და არის მცირე მოსალოდნელი რისკების გათვალისწინებით. ასევე ცალკეული სამშენებლო დარღვევისთვის დაწესებული ჯარიმების ოდენობა განსხვავებულია დარღვევების ადგილის მიხედვით. აღნიშნული მიდგომა არასამართლიანია, ვინაიდან ობიექტის მნიშვნელობა და მისგან გამომდინარე საფრთხე არის ერთნაირი, მიუხედავად იმისა, თუ სად დაირღვა ის ქალაქში, სოფლად თუ რეკრეაციულ ზონაში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ დღემდე ჯარიმების ცვლილება არ განხორციელებულა მას შემდეგ, რაც კოდექსი იქნა მიღებული, ანუ 2012 წლიდან დღემდე მსგავსი ცვლილება არ განხორციელებულა, ჯარიმები არ გაზრდილა. ასევე იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისითაც ხდება გარკვეულ მუხთა შერწყმა ურთიერთშესაბამისობაში მოყვანა, კერძოდ სავსები არის გასამართი სადგურების შესახებ ჩანაწერების ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლებიდან ამოღება. აღსანიშნავია, ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტო ასეთ დარღვევებზე არ ახორციელებს ზედამხედველობას და მის უფლებამოსილებას მხოლოდ ვიდეო მეთვალყურეობის ზედამხედველობა წარმოადგენს და აღნიშნული ექსპლუატაციის წესების დაცვას ზედამხედველობას ახორციელებს როგორც
წიწით ჟსს. უქმდება ასევე ტერმინი მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონა, რომელიც არის ტყის კოდექსსა და წყლის რესურსის მართვის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული ტერიტორია, ასევე კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონა, საკურორტო, სარეკრეაციო და სხვა ზონები, სადაც მშენებლობის ნებართვის გაცემისთვის დამატებითი სპეციალური პირობებია დადგენილი. არსებული რედაქციით ასევე მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში სამშენებლო დარღვევისთვის გათვალისწინებულია განსხვავებული ჯარიმა ქალაქთან, დაბასთან და ასე შემდეგ მიმართებით, ვინაიდან ცვლილებით სამშენებლო სამართალთან დარღვევის დიფერენცირება აღარ ხდება დარღვევის ადგილის მიხედვით, აღნიშნული ტერმინი ამოღებულ უნდა იქნეს. ასევე არის გამომდინარე კანონ პროექტები, შესაბამისად ის ცვლილებები, რომელიც კოდექსიდან გამომდინარეობს, რომელიც თავშივე მოგახსენეთ, არის სახელმწიფოს შესაძლებლობის შესახებ საქართველოს კანონში, საჯარო შესაძლებლობის კანონში და ასევე პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის დაკარგულად გამოცხადების შესახებ. ეს იყო ძირითადად ის ცვლილებები, რაც წარმოდგენილია კითხვების შემთხვევაში სადوار გიპასუხოთ. მადლობა. მადლობთ ბატონო გენადი. კოლეგებო, კითხვები ხომ არ გვაქვს? კარგი კითხვა. მე მგონი ძალიან დეტალურად ახსნა ბატონმა გენადიმ აღნიშნული კანონ პროექტში ცვლილებები. თუ კითხვები არ აქვს, კენჭი უყაროთ. დიდი მადლობა. გადავიდეთ შემდეგ საკითხზე. მადლობთ ბატონო გენადი. შემდეგი საკითხი გახლავთ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონ პროექტი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მოხსენებელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბატონი ზიად გაბისონია. გისმენთ ბატონო ზიად. მოგესალმებით. პირველი მოსმენით წარმოდგენთ ორ კანონში ცვლილებას, რომელიც შეეხება პროფესიული სასწავლებლებისთვის დამატებითი ეკონომიკური საქმიანობის უფლების მინიჭებას. მოგეხსენებათ, რომ წლების განმავლობაში ეს საკითხი ძალიან აქტუალურად დგას. დღეს არსებული სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ პროფესიულ სასწავლებლებს ეხება. იცით თქვენ, რომ კერძო სუბიექტები, კერძო პროფესიული სასწავლებლები ისედაც ამ საქმიანობით დაკავებულები არიან და გვაქვს მოცემულობა, როცა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რომელიც პროფესიული სასწავლებლების სახით არიან დაფუძნებული, დღეს არ აქვთ პროდუქციის რეალიზაციის უფლება. აქ საუბარი არ არის, რა თქმა უნდა, იმ ეკონომიკურ სარგებელზე, რომლითაც შესაძლებელია, რომ თქვა დამატებით შემოსავლები მიიღონ, ლაპარაკია იმაზე, რომ მისი ჩაბრუნება მოხდეს იგივე პროფესიული სასწავლებლების განვითარების ნაწილში. აქ სამინისტროს რჩება დისკრეცია კონტროლისა, იმისათვის, რომ იგივე არ გაცდეს, თქვა რაღაც კონკრეტულ პროფილებს, კონკრეტულ საქმიანობას ან უშუალოდ არ გადაერთოს და სასწავლო პროცესი არ გახადოს მეორე ხარისხოვანი და არ გახადოს პირველ ხარისხოვანი პროდუქციის წარმოება. ამიტომ ორივე კანონში ცვლილება ერთი და იგივე შინაარსის არის. მოგეხსენებათ, რომ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში გვინდა, რომ საგანმანათლებლო საქმიანობასთან ერთად ეს ჩანაწერიც გაჩნდეს, დამატებითი სამწარმოო საქმიანობის უფლება, ხოლო სახელმწიფო ქონების შესახებ კანონშიც ანალოგიურად, რომ არ გავრცელდეს ის შეზღუდვები საგანმანათლებლო დაწესებულებასთან მიმართებაში, მხოლოდ ამ კონტექსტში. ეს არის პირველი მოსმენით, რა ცვლილების გამოტანაც გვინდა. დიდი მადლობა ბატონო ზვიარ, აღნიშნული საკითხის განხილვა ჩვენ ქონდა განათლების კომიტეტის ფარგლებშიც და პირველ რიგში მნიშვნელოვანია ის, რომ მხარი დაუჭიროთ აღნიშნულ ინიციატივას. ამ ინიციატივას აქვს სამი ძირითადი ასპექტი. ერთი ეს არის საგანმანათლებლო კუთხით მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ საწარმოო ციკლის სრული, ასე ვთქვათ, რეალიზების ნაწილშიც შეიძინონ ცოდნა და მათ შორის მარკეტინგული თუ ეგრეთ წოდებული ანტრეპრენული მეწარმეული უნარების განევითარონ. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, ფინანსურ სარგებელთან მიმართებაში მნიშვნელოვანია, რომ ეს ჩაბრუნდეს და ის პროფესიული კოლეჯის საქმიანობას მოხმარდეს და ასევე მნიშვნელოვანი ზღვარი იქნება გასავლები, რომ არ მოხდეს, ასე ვთქვათ, დიდი კონცენტრირების გაკეთება საწარმოო ნაწილში და მესამე ეს არის ეკონომიკური საქმიანობა, რაც უშუალოდ განსაკუთრებით რეგიონალურ პროფესიულ კოლეჯებში იქნება მნიშვნელოვანი და ამასთან ერთად მინდა, ასე ვთქვათ, ინიციატივით და რეკომენდაციის სახით
ვთხოვოთ განსაკუთრებით სახელმწიფო სტრუქტურებს, რომ პროფესიული განათლების და პროფესიული კოლეჯების პროდუქციის შესყიდვას, ასე ვთქვათ, მხარი დაუჭირონ და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საახალწლო პერიოდია, ჩართონ, ასე ვთქვათ, აი წინადადებების მიღებაში, როდესაც საახალწლო სასაჩუქრე, ასე ვთქვათ, პროდუქციას ყიდულობენ, რომ მათ შორის გაითვალისწინონ აღნიშნული პროდუქციის შესყიდვა, რითიც კიდევ ერთხელ წახალისდება პროფესიულ კოლეჯებში დამზადებული მასალები და იმედი მაქვს, რომ ამას კიდევ უფრო სამომავლოდ განვითარება ექნება, რა თქმა უნდა, ეს ჯერჯერობით მცირე ნაწილია. დიდი მადლობა და წარმატებებს უსურვებ. კეთილი, მადლობა. მადლობა. ბატონ ზვიად, მადლობა. საინტერესოა და ჩემი მხრიდანაც მისასალმებელია ზოგადად პროფესიული განათლების მხარდაჭერა. კარგი ინიციატივა, ანტრეპრენერული სულისკვეთების ახალი ზრდაზე საუბრობდით და ჩემი სუბიექტური ის მაქვს დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, რა თქმა უნდა, ყოველთვის ხარს დაუჭერ ასეთ ინიციატივებს. მაგრამ ერთი კითხვა მაქვს, პირველ რიგში ბატონ ზვიად, თქვენთან ეს გასაგებია რომ პროდუქციას ეხება და ალბათ ვერ შეეხება მომსახურებას, ხო? ეს დავაზუსტოთ, იმიტომ რომ სტუდენტები, რა თქმა უნდა, მათ აქვთ რესურსი, რომ მომსახურებაც გაწიონ და არა მხოლოდ პროდუქცია აწარმოონ. ეს ერთი, მესმის რომ უფრო რთულია, მაგრამ მაინც მაინტერესებს. და კიდევ ერთი თემა არის, ესეც მესმის რომ რაღაც შეიძლება ვერ იყოს დიდი პრობლემა, მაგრამ გიფიქრიათ თუ არა იმაზე, რომ კერძო სექტორთან არ მოხდეს რაღაც გარკვეული ტიპის ინტერესთა კონფლიქტი, იმიტომ რომ ეს პროდუქცია რაც იქ მზადდება, გასაგებია რომ არის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული, ანუ ეს სტუდენტები, ანუ რაც ბიზნესისთვის არის მუშახელი, არის სახელმწიფო რესურსი, ნედლეულიც არის სახელმწიფო რესურსი და ეს საქმიანობა რომ იყოს შეუზღუდავად, ნუ ამას შეიძლება გარკვეული ტიპის არასამართლიანი კონკურენცია შექმნას კერძო ბიზნესთან და ამის დამზღვევი რა მექანიზმები გაქვთ ან საერთოდ გაქვთ თუ არა და თუ გიფიქრეთ ამ თემაზე. მადლობა. მადლობა, ბატონ ზვიად. ანუ აქ საუბარი არის პროდუქციის რეალიზებაზე, რაც სასწავლო პროცესში შეიქმნა, თუ მათ მიეცემათ გარკვეულწილად უფლება მოიძიონ ყიდველები და გააფორმონ ახალი კონტრაქტები და შესაბამისად თუ ამის უფლება მიეცემათ, შემოსული თანხა სად მიდის? პირველი ბატონ გიორგის შეკითხვაზე უპასუხებ. შედის როგორც სამეწარმეო ეკონომიკურ საქმიანობაში შედის რა თქმა უნდა მომსახურების გაწევაც, ოღონდ გულისხმობთ ამის მაგალითად მის შეჭრა, ან მსგავსი ტიპის სერვისები, რომელიც მოგეხსენებათ, რომ არის ასევე, ანუ მომსახურების სერვისებიცაც არის კოლეჯები დაკავებული გარდა წარმოებისა და ამ ნაწილში რა თქმა უნდა გულისხმობს ამასაც. რაც შეეხება კერძო სექტორთან კონფლიქტს, რა თქმა უნდა სამინისტროს აქვს ჩამკეტი მექანიზმი იმასთან დაკავშირებით, რომ ერთი არის რომ ლაპარაკია მხოლოდ სასწავლო პროცესში არსებულ პროდუქციაზე, ეს ერთი და მეორე ნაწილი გახლავთ ის, რომ ამის კონტროლის მექანიზმი სამინისტროს ექნება, რომ არსებითად სამეწარმეო საქმიანობაზე არ გადავიდეს და სასწავლო პროცესს არ მოწყვიტოს, ანუ წარმოებაზე არ გადაიყვანოს პროფესიული სასწავლებელი. ის ცალსახად ვადასტურებთ, რომ სამინისტრო ამას მკაცრად აპირებს გააკონტროლოს, რომ დარჩეს სასწავლო დაწესებულებად და მხოლოდ აი ამ პროცესში, სასწავლო პროცესში არსებული პროდუქციის რეალიზაციაზე ან მომსახურების გაწევაზე გულისხმობთ. ამიტომ მეგონი ბატონ ანტონის კითხვასაც პასუხობთ, ანუ საუბარი არ არის იმაზე, რომ არსებითი რაღაც საწარმოო სიმძლავრეები განავითაროს ამ პროფესიულმა, ლაპარაკია იმაზე, რომ უბრალოდ დღეს არის მოცემულობა, რომელიც ცოტა აბსურდულია, არსებობს გარკვეული ტიპის სერვისები ან პროდუქცია, რომელიც მზადდება და იმის გამო, რომ კანონმდებლობაში არსებობს ბარიერები, ამ ნაწილში ვერც დამატებით შემოსავალს ვერ იღებს და ვერ ანვითარებს, თლიანად არის მობმული სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე და იცის, რომ სახელმწიფო კოლეჯებზეა ლაპარაკი, აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ ყველანაირი ეფექტი დადებითი უნდა იყოს. თუ შევხედავთ დინამიკაში, რომ მსგავსი ტიპის საშიშროება არსებობს, რაც ბატონი გიორგი ამაზე ჩვენც ვფიქრობთ, რა თქმა უნდა, ყოველ შემთხვევაში მოცემული სურათი არ არის ისეთი, რომელიც შესაძლებელია, რომ ბაზარზე კონკურენციული გარემო გააჩინოს ამ პროდუქტმა და იმის გამო, რომ შეღავათები აქვს, თქვათ, იგივე ქონების ნაწილში სახელმწიფო ქონებას მოიხმარს და ასე შემდეგ, თუ ეს საშიშროება გაჩნდება, ამის შესაბამისი მექანიზმებიც არსებობს და ვეცდებით, რომ მაქსიმალურად გავაკონტროლოთ. ერთ
კომენტარს გავაკეთებ, ჩემ მოსაზრებას ვიტყვი, კარგია რომ აპირებთ მონიტორინგს, ალბათ კარგი იქნება მოცულობების გაკონტროლება რა, იმიტომ რომ თუ ეხლა არაადეკვატურად რაღაც მაღალი რეალიზაცია იქნება, ნუ გასაგებია რომ შეიძლება ახლა არ დგას ეს საფრთხე, მაგრამ შეიძლება მომავალში ვინმე მისარგებლოს არაკეთილ სინდისიერად და დააზიანოს კერძო სექტორი და ამიტომ მოცულობებს თუ გააკონტროლებთ, ალბათ ეს გეთანხმებით, სრულად გეთანხმებით, რა თქმა უნდა, გავაკონტროლებთ ეს ერთი და მეორე თქვენ იცით რომ კანონმდებლობის მიხედვითაც საჯარო სამართლის იურიდიული პირის იდეა სწორედ ის არის, რომ არსებითად სამეწარმეო საქმიანობაზე არ უნდა გადავიდეს და შესაბამისად ვფიქრობთ, რომ კანონმდებლობაც ამის საშუალებას მოგცემს, რომ ასეთ ტიპის ჩამკეტი მექანიზმები არსებობდეს. ბატონო ზვიად, ანუ გაყიდვების პროცედურა როგორი იქნება აუქციონის სახით? ამ ეტაპისთვის და ვამუშავებთ ამ ნაწილს, შესაძლებელია რომ საიტი იყოს ერთიანი პრინციპით გაკეთებული. ნახოთ, თავარი არის საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად პრაქტიკული ნაწილსაც მივაბავთ, რა თქმა უნდა, შესაბამის დეპარტამენტები ამაზე ახლა მუშაობენ. კარგით, რამე კითხვა ხომ არ გვაქვს დავაზუსტებელი კიდე? მადლობთ ბატონო ზვიად, ერთ დავაზუსტებ კომენტარის სახით მინდა ვთქვა, რომ პროფესიონალური განათლების პოპულარიზაცია არის ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილი. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალური განათლება იყოს მაღალანაზღაურებადი პირველი და მეორე პასუხობდეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს და ეკონომიკურ მოთხოვნებს და ამ ნაწილში უაღრესად მნიშვნელოვანი ინიციატივა. მე ჩემი მხრივ ერთ კომენტარს ვიტყვი, რომ რეალურად კონსტრუქტორის მაგალითზე ვიცი, რომ ისა რა ქვია პრაქტიკის ნაწილი იყო ცხოველების სახლების კეთება, რომელიც შემდეგ უსახელოდ გადასცეს მუნიციპალიტეტს და უსახარო ძაღლებისთვის ასე რომ თქვა საცხოვრებელი გაჩნდა და პროგრამის ფარგლებში გააკეთეს და პრაქტიკაც იყო სტუდენტებისთვის და მეორე რაც მინდა აღვნიშნო, რომ სერვისის ნაწილში ბატონო გიორგი თქვენ რაც ბრძანეთ, არსებობს ასევე საწარმოო პრაქტიკები გადამზადების პროცესში და საწარმოო პრაქტიკები ჩვეულებრივად ანაზღაურებადია და კერძო სექტორთან ხდება აღნიშნული სტუდენტების ინტეგრაცია და ჩართვა და ეს არის პროცესი, როდესაც საწარმოო პრაქტიკის შემდეგ ეს ადამიანები იძენენ უკვე სამუშაო ადგილებს იგივე კერძო კომპანიაში და აქ კონფლიქტი არ არის, პირიქით სერვისების ნაწილში ინტეგრაცია ხდება ძალიან კარგი და დალაგებული და ფაქტობრივად და აღნიშნო რომ პროფესიული განათლების ნაწილში დასაქმიანობა ასე რომ ვთქვა ძალიან მაღალია და 90%-იც არის მთლიანად სტუდენტების ისინი ასე რომ ვთქვა სამუშაო ადგილებს ძალიან ადვილად იპოპოვნებენ და შესაბამისად კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა რომ ძალიან მოთხოვნადი არის ჩვენი ეკონომიკური სექტორების მიხედვით პროფესიული განათლება და აღნიშნული პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია. ვთქვათ კოლეგებო, უღაროდ კენჭი აღნიშნულ კანონპროექტს. დიდი მადლობა ყველას. მადლობთ ბატონო ზვიად. ეხლა გადავიდეთ შემდეგ საკითხზე, რაც გახლავთ საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი, კანონპროექტი ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და მისი თამდები კანონპროექტები. მოხსენებელი საქართველოს პარლამენტის წევრი ბატონი აკაკი ალადაშვილი. გისმენთ ბატონო. მოგესალმებით ბატონო თავმჯდომარე, ძვირფასო კოლეგებო, მოგესალმებით და პირველი მოსმენის წესით განსახილველად წარმოგიდგენთ საკანონმდებლო პაკეტს ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და ამ კანონთან შესაბამისობაში მოსაყვანად აუცილებელი იქნება ასევე ცვლილებების შეტანა მოსაკრებლის სისტემის საფუძვლის შესახებ საქართველოს კანონში და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში. ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ კანონს ემატება მოსაკრებლის ახალი სახე, კერძოდ სამშენებლო სამართალდამრღვევის მიერ აღიარების შემთხვევაში უნებართვოდ ან სამშენებლო დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევით ნაწარმოების მშენებლობის თაობაზე აქტის გამოცემის დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი, რომელიც კანონის თანახმად განისაზღვრება არაუმეტეს 40,000 ლარისა და მის გადახდის წესსა და რაოდენობას განსაზღვრავს უკვე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო. მინდა გითხრათ, რომ ესე იგი ამ კანონში შესატანის ცვლილებების უმთავრეს მიზანს წარმოადგენს მუნიციპალიტეტებისთვის, რომლებიც ჩართული არიან დარღვევით ნაწარმოები მშენებლობების
დადასტურებაში შეიქმნას ერთგვარი შესაძლებლობა, რათა მათ მოსაკრებლის დაწესებით ეფექტურად ანუ აღნიშნული ფუნქცია შეასრულონ ეფექტურად და ზოგადად სისტემამ ეფექტურად იფუნქციონიროს. ანალოგიური მიზეზით აუცილებელი არის გაიზარდოს ასევე უკვე არსებული ექსპლუატაციაში მიღების დაჩქარებული წესით მიღების მომსახურების მოსაკრებელი, რომელიც დღეის მდგომარეობით წარმოადგენს 4500 ლარს და კანონპროექტის შესაბამისად გათვალისწინებული არის აქაც იგივენაირად არა უმეტეს 40000 ლარისა. იქნება არა უმეტეს 40000 ლარისა და საკმაოდ მიღებდა გითხრათ რომ საკმაოდ მაღალი არის მომართვიანობა დაჩქარებული წესით ექსპლუატაციაში მიღებაზე, მაგალითად 2024 წელს იყო 1007 სამშენებლო ობიექტი მიმართა, 2025 წლის პირველ 9 თვეში იყო 1124 ობიექტი და მაღალი მიმართვიანობის გამო აუცილებელია რომ მოხდეს ამ მოსაკრებლის ოპტიმიზაცია, რათა მოხდეს უფრო უკეთესი ადმინისტრირების შექმნა და ადმინისტრირების შესაძლებლობა კონდეს და ხოლო ეს თანხასთან დაკავშირებით მოსაკრებლის რაოდენობა განსაზღვრული არის მომხმარე მომსახურების სპეციფიკიდან გამომდინარე, თანამშრომელთა კვალიფიკაციიდან და რაოდენობიდან გამომდინარე. ეს იყო რაც მინდოდა მომეხსენებინა ამ ცვლილებასთან დაკავშირებით. მალოთ კითხვები რა გვაქვს კოლეგებო? გაზუსტება მინდა უბრალოდ დაჩქარების მომსახურება გაიზრდება 40000 ლარამდე. არა უმეტეს 40000 ლარისადია, არა უმეტეს 40000 ლარისა და კონკრეტულად უკვე ოდენობას და გადახდის წესს განსაზღვროს უკვე მუნიციპალიტეტის საკუთრების განპრობლემებული იქნება ობიექტის სიდიდეზე. ლოგიკურად ასე. ეს ეხება მხოლოდ კომერციულ ობიექტებს, ასე ვთქვათ, თუ კერძო მაგალითად კერძო პირის მიერ მშენება არის ინდივიდუალურ სახლსაც მაგალითად. იურიდიულ პირებს ეხება ფიზიკურ პირებსაც ეხება ნახე, უბრალოდ გულისხმობ საცხოვრებელი სახლის ამ შენობის დანიშნულებას გულისხმობ. აი მაგალითად ფიზიკური პირი აშენებს უნებართოდ სახლს თბილისში, საცხოვრებელ სახლს. იგივენაირად ეხება, იგივენაირად ეხება, ანუ გამონაკლისი არის. ხო, დაჩქარებულზე არის საუბარი, მხოლოდ დაჩქარებული წესით ამ აქტის გამოცემაზე არის საუბარი. ეს არის კი ბატონო, მადლობა და კიდევ არის ახლა უნებართო და დარღვევით საკმაოდ განსხვავებული ეს არის დარღვევა, ხო, უნებართოდ მშენებლობაზე ალბათ გაცილებით კაცრი სასჯელი უნდა იყოს და ალბათ ეს ლუფტი მაგიტო გვაქვს დატოვებული. ეს ლუფტი მაგიტო გვაქვს დატოვებული, უკვე კონკრეტულად მე საკრებულო განსაზღვრავს კონკრეტულად ამ იმას რა ქვია, პირობებს თქვა ალბათ ერთ ზუსტად როგორი არა, აქ საუბარია მხოლოდ პროცესის დაჩქარებაზე, ხო, სწორად ეს. ხო, თორე გადაწყვეტილების მიღება უკვე სხვა გაზომილებაა და აქ საუბარია უბრალოდ რომ მეც როგორც ვიცი, ეს სერიოზული გამოწვევა იყო, როდესაც 1100 მეც ობიექტი გაქვს ჩასაბარებელი და ამას თავისი ადმინისტრაციული ხარჯი აქვს, თავისი ადამიანური რესურსი სჭირდება და ეს დაჩქარებული პროცესი ნაწილია იმისი, რომ ეს პროცესი გადასახადი მის ნაწილია, რომ პროცესი აჩქარდეს. ხო, სწორად ამაზე გვაქვს საუბარი, თორე დაჩქარებაზე არის, რომ პასუხი შესაბამის სოჭებაში დაჩქარდეს. კი ბატონო. რის ჯარიმა უკვე საკმაოდ დაჩქარებაზე გვაქვს. კარგით, კოლეგებო, გთხოვთ კეჭი უყაროთ აღნიშნულ კანონპროექტს. მადლობა და მე ხა ჩვენს მოადგილეს ბატონ გიორგი ბარვენაშვილს ვთხოვ მეოთხე საკითხის გამოტანას. ისმენთ ბატონ გიორგი. საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენის შესახებ საქართველოს კანონის დაკარგულად გამოცხადების თაობაზე. მომხსენებელი საქართველოს პარლამენტის წევრი და კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეგაშვილი. მადლობთ ბატონო გიორგი. კოლეგებო, პირველი მოსმენით წარმოგიდგენთ კანონპროექტ საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენის შესახებ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე და მის თანმდემ კანონპროექტებს. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა ეხება ბიზნეს ომბუდსმენის ინსტიტუტის გაუქმებას და კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი პროცედურების განხორციელებას. ამავდროულად განისაზღვრება, რომ ბიზნეს ომბუდსმენი თავის საქმიანობის განახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში და შეითავსებს მინისტრის მრჩეველის თანამდებობას.
უნდა აღინიშნოს, რომ მას შემდეგ, რაც 2015 წელს კანონის საფუძველზე შეიქმნა ბიზნეს ომბუდსმენის ინსტიტუტი, სახელმწიფო უწყებები კიდევ უფრო დაიხვეწა და განვითარდა. დღეისთვის უკვე გვაქვს რეალობა, რომელშიც ჩამოყალიბებულია სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის ურთიერთობების მყარი და კოორდინირებული სისტემა, რომელშიც ბიზნესის ინტერესები სისტემურადაა წარმოდგენილი და დაცული სხვადასხვა უწყებაში. შესაბამისად, ჩნდება ფუნქციური დუბლირების წერტილები უკვე არსებულ სახელმწიფო სტრუქტურებთან. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. აღნიშნული სამინისტრო ახორციელებს ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის იმპლემენტაციას, უზრუნველყოფს ინვესტიციების მოზიდვას, მეწარმოობის განვითარებას და კერძო სექტორთან ეფექტიან კომუნიკაციას. სამინისტრო სტრუქტურაში მოქმედებს აწარმოებს საქართველოში და სხვა შესაბამისი სააგენტოები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაზე და დროულად რეაგირებენ მეწარმეთა საჭიროებებს. ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ადგენს და ახორციელებს საგადასახადო, საბაზრო, საბიუჯეტო პოლიტიკას. სამინისტრო მართავს ბიზნესის ფინანსურ ურთიერთობებთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ საკითხებს. მის სისტემაში მოქმედებს დავების განხილვის საბჭო, რომელიც წარმოადგენს ეფექტიან მექანიზმს, რომელიც რეაგირებს მეწარმეთა საგადასახადო დავებსა და სახელმწიფო უწყებების გადაწყვეტილებებზე. ასევე ეროვნული ბანკი და სხვა მარეგულირებები უწყებები იცავენ შესაბამის სექტორების სტაბილურობას, ზედამხედველობენ ბაზრის გამჭვირვალობასა და საბართლიან სავაჭრო პრაქტიკას. ასევე აღნიშნული მარეგულირებელი უწყებები რეაგირებენ ბაზრის დომინანტური მოთამაშეების მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე, რაც სრულად მოიცავს კერძო სექტორის ინტერესების დაცვის პრინციპებს. აღნიშნული ორგანოები მოქმედებენ მკაფიო სამართლო ჩარჩოში და ბიზნესთან პირდაპირ კომუნიკაციის მექანიზმებით, რაც გამორიცხავს შუამავალი გოლის საჭიროებას. და ბოლოს საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი მონაწილეობს ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაში, ახორციელებს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების სტრატეგიულ ზედამხედველობას, უზრუნველყოფს სამეწარმეო გარემოს ხელშემწყობი, განვითარებაზე ორიენტირებული საკანონმდებლო ჩარჩოს სრულყოფას. ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი თანამშრომლობს კერძო სექტორის წარმომადგენლებთან და გადაწყვეტილების მიღებისას აბალანსებს ბიზნესის და საერთო საზოგადოებრივ ინტერესებს. ზემოღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციაში ჩარჩოს ფარგლებში საქართველოს მთავრობა, სამინისტროები, მარეგულირებელი ორგანოები, პარლამენტი თანამშრომლობენ კერძო სექტორთან მჭიდრო და კოორდინირებულ რეჟიმში. ბიზნეს და დარგობრივი ასოციაციები და სავაჭრო პალატები ინტეგრირებულია პოლიტიკის შემუშავების პროცესში, რაც უზრუნველყოფს დიალოგის ინკლუზიურობას და გამჭვირვალობას. ამ პირობებში ბიზნეს ომბუდსმენის ინსტიტუტმა თანდათან დაკარგა თავდაპირველი ფუნქციური მნიშვნელობა და მისი შენარჩუნება აღარ წარმოადგენს ეფექტურ ან საჭირო მექანიზმს. ამასთან ბიზნეს ომბუდსმენის ინსტიტუტის ოპერირება ქმნის გაუმართლებელ ბიუროკრატიულ ტვირთს სახელმწიფო ბიუჯეტისთვის. შესაბამისად, აღნიშნული ინსტიტუტის გაუქმება არ შეამცირებს სახელმწიფო შესაძლებლობას დაიცვას კერძო სექტორის უფლებები. პირიქით, ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს სახელმწიფო მმართველობის ოპტიმიზაციას. რაც შეეხება თამდემ კანონპროექტებს, ცვლილებები განპირობებულია საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენის შესახებ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე კანონპროექტების შემუშავებით. ასევე დავამატებ, რომ ვინაიდან საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით მრჩეველი თავისუფლებამოსილებას უსასყიდლოდ ახორციელებს, მიზანშეწონილია ამავე კანონის 82 სექსტა მუხლში გაკეთდეს მითითება, რომ ამ მუხლის მოქმედება ასევე გავრცელდეს საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენზე, რომელიც იმავდროულად იკავებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მრჩეველის პოზიციას. ეს გახლავთ აღნიშნული კანონპროექტი. თუ რამე კითხვები გაქვთ? ექნება შეიძლება.
პირველ რიგში კითხვა და მე კომენტარსაც გავაკეთებ ამ ცვლილებაზე. თქვენ ამბობთ, რომ ამ ინსტიტუტმა, ბიზნეს ომბუდსმენის ინსტიტუტმა დაკარგა, ასე ვთქვათ, ეფექტური საქმიანობის დანიშნულება და როლი, რაც თავიდან ქონდა. ეს გასაგებია, რომ თქვენი მოსაზრებაა, მაგრამ ბიზნეს თუ ელაპარაკეთ, ანუ თვლით თუ არა, რომ ბიზნესიც ეთანხმება ამ მოსაზრებას და რომ მე მქონდა საშუალება რამდენიმეს გავსაუბრებოდი და ისინი ასე არ უყურებენ ამ ამბავს და თქვენ თუ გქონდათ კომუნიკაცია და ამიტომ ეს ხოლმე საბოლოო ჯამში ვთანხმდებით, რომ ბიზნეს ომბუდსმენის ინსტიტუტი ბიზნესისთვის არსებობს და ამ გადაწყვეტილებას მინიმუმ ნაწილობრივ თავად ბიზნესიც უნდა დაეთანხმოს. ამიტომ სვამ კითხვას. რაც შეეხება ბიზნესთან კომუნიკაციას, ალბათ იცით, რომ ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ფარგლებში ჩვენ სისტემატურად შეხვედრები გვაქვს ბიზნესის ყველა უმრავლეს წარმომადგენელთან, მათ შორის ბიზნეს ასოციაციასთან, ასე შეხვედრები გვაქვს მცირე და საშუალო ბიზნესის წრეებთან და ბოლო პრაქტიკა აჩვენებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ბიზნეს ომბუდსმენი არც ისე აქტიური იყო, ასე რომ ვთქვათ, ბიზნესის დაცვის მიმართულებით. ამას ორი გარემოება აქვს. პირველი ეს არის, რომ ბიზნეს არ ჭირდება დაცვა დღევანდელ რეალობაში საქართველოში და შესაბამისად შემდეგ, როგორც მე აღვნიშნე, იკვეთებოდა დუალური პასუხისმგებლობები, ასე რომ ვთქვათ, ამ შემთხვევაში პროცესის გამარტივებისთვის და შესაბამისად ასევე ფისკალური ეფექტიც ექნება აღნიშნულ კანონურ პროექტს, ხარჯები შემცირდება. ჩვენ მიზანი შეწყვეტილად მივიჩნიეთ აღნიშნული ბიზნეს ომბუდსმენის აპარატის გაუქმება და მის რჩევლად ის გახდება რჩეველი ეკონომიკის მინისტრის, რომელიც თავის მხრივ არნიშნავს, რომ ეს ყოფილად უქმდება, უბრალოდ მოვალეობები იცლება და მრჩეველს როლს შეასრულებს. არ ვიცი, ბიზნესთან ბიზნეს არ მგონია ნეგატიური რეაქცია ქონდეს. ახლა რა აი ყველა ბიზნეს წარმომადგენელთან არ მიმსაუბრია, მაგრამ ვისაც ვისაუბრე, არ ვიცი, დადებითი შეფასება ქონდათ. არ ვიცი, თქვენ ვის გაქვთ კონკრეტულად ხედელობაში? იმის თქმა მინდა, რომ ზოგადად აი კომენტარსაც გავაკეთებ, ორი წუთი მეყოფა თუ მომცემთ საშუალებას. ანუ ეხლა შევედი ბიზნეს ომბუდსმენის Facebook გვერდზე. ნუ რაც დავხვდებით, რომ არის ამ ინსტიტუტის ოფიციალური გვერდი და აი ბოლო აქტივობა აქვს 16 იანვარს 2024 წლის. ანუ ეს მაგალითია და ნუ შეგიძლიათ თქვენს გადაამოწმოთ. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩემი აზრით თავად ბიზნეს ომბუდსმენი ვერ ართმევდა თავს საკუთარ მოვალეობებს და არ გამოირჩეოდა საკმარისი და აუცილებელი აქტივობით. ეს არის ჩემი აზრი და მინდა დავაფიქსირო და ამის გამო ეხა მივადგეთ და გავაუქმოთ. ეგ არის ერთი შეფასების ნაწილი და მეორე შეფასების ნაწილი ასევე შეიძლება ითქვას ის, რომ საქართველოში ბიზნესი იმდენად დაცულია, იმდენად ხელშეუხებელია, როგორც მე აღვნიშნე აქ თითოეული შტოები ხელისუფლების იმდენად ჩართულია, რომ ბიზნეს მივცეთ განვითარების საშუალება, ბიზნეს ომბუდსმენს არც ისე ბევრი საქმე ქონდა. მაგიტომ არა, ასეთი ინტერპრეტაციაც ხო შეიძლება ბევრი ბიზნესი მაინც აწყდება ძალიან ბევრი ბიუროკრატიული. გავიგეთ, უყურეთ, გეთანხმებით, რომ არსებობს ბიუროკრატიული პროცესები, სწორედ ამიტომ ვარ ჩვენ ეკონომიკის კომიტეტის ჩვენი საქმე რომ გავამარტივოთ. ჩვენი მიზანი არის, რომ ბიზნესს მივცემთ განვითარების მაქსიმალური საშუალება და კარგად გვესმის, რომ მათთვის დრო ყველაზე მნიშვნელოვანი, ასე რომ ვთქვათ, აქტივი არის. და მერწმუნეთ, რომ ამ კომიტეტში ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ბიზნესის მხარეს, ეკონომიკის განვითარების მხარეს, რომ ბიზნესმა შეძლოს თავისი მთავარი ფუნქციის შესრულება, რომელიც არის სამუშაო ადგილების შექმნა. ბატონო, ისე დაზოგვა თუ გინდოდა საბიუჯეტო სახსრების აქამდე უნდა გაგვეუფრებოდეთ. კომპენსაციას ხომ გესმით, ჯობს გვიან ვიდრე არასდროს, ასე რომ ადგილებს და რა ვიცი, მე მგონი მართლა არაფერს არ აკეთებდნენ იქ და ეხლა მრჩევლის პოზიციაში გადავა, რომელიც იქნება ანაზღაურებადი არ იქნება და მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე სწორი გადაწყვეტილება არის. ხო, ну, правда, არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში ხარ, როდესაც მას ჰქონდა აპარატი, ყავდა მოადგილეები და მაშინ ვერ ართმევდა თავს, და ფაქტობრივად არაფერი კეთდებოდა. ეხლა მრჩევლის პოზიციაში, მით უმეტეს უხელფასო მრჩევლის პოზიციაში ფაქტობრივად ბიზნესი რჩება მთავარი, ასე ვთქვათ, კომუნიკაცია
კომუნიკატორის, მოდი ასე ვთქვათ, გარეშე მესმის რომ ეხლა ეკონომიკის სამინისტროს ამ კომიტეტსაც, ფინანსთა სამინისტროსაც თავის როლი აქვს, მაგრამ ზოგადად ასეთი ტიპის ინსტიტუტის შექმნის აუცილებლობა ხო მაშინ დგება, როდესაც ერთი ფანჯრის პრინციპით კოორდინაციაზეა საუბარი და სხვათა შორის მინდა აღვნიშნო რომ მგონია რომ იქ რამე წინ წავიდეს. მინდა აღვნიშნო რომ ევროპის განვითარებულ ქვეყნებში ასეთი ინსტიტუტი არ არსებობს. ასეთი სახელით და ასეთი რადგან არსებობს ხელისუფლების შტოები, რომლების ვალდებულება არის ბიზნესის დაცვა და ბიზნესის მხარდაჭერა. აი ეს არის თავარი და მე ვფიქრობ, რომ ჩვენი მიზანი სწორედ ეს არის და პირველ რიგში ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი არის ის ადგილი, სადაც ყველაზე მეტად უნდა დაცული იქნას კანონმდებლობის მხრიდან ბიზნესის ინტერესები და გაერწუნათ რომ ამჯერად რომ არაერთი შეხვედრა ვქონია ხა ჩვენ ბოლო 1 წლის განმავლობაში ბიზნეს ასოციაცია რეგულარული შეხვედრები გვაქვს თუ თქვენ ისურვილი იქნებით თქვენც მოგიწევთ როდესაც ბიზნესი გესაუბრება თავის მიზნებზე გამოწვევებზე და ჩვენ ყოველთვის ვსადვართ რომ დაუჭიროთ ხარი რადგან ჩვენი მთავარი მიზანი არის რომ ბიზნესმა შეძლოს კიდევ უფრო მეტი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნა. კი ბატონო, ანუ ბოლო კითხვა მაშინ, ესე იგი ბიზნესს რო დაჭირდება კომუნიკაცია მთავრობასთან, ვისთან უნდა მივიდეს? ესე იგი დავიწყოთ შეთანხმების რჩეველთან, ეკონომიკის მინისტრის რჩეველი ვერაფერი არ გაუწყვეტ. პირველი საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში რჩეველთან შეუძლია მივიდეს. შემდეგ ახლავთ ფინანსთა სამინისტროში არსებობს დავების განხვილის საბჭო, იქ შეიძლება მივიდეს. ასევე უამრავი მარეგულირებელი ორგანოები არსებობს, კონკურენციის სააგენტო, სემეკი, ეროვნული ბანკი და ასე შემდეგ და რაც თავარია ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის აპარატში. და თავმჯდომარესთან შეუძლია მოვიდნენ და თქვენთანაც შეუძლიათ და ჩვენ ვართ ყველაზე ძლიერი დამცველი ბიზნესი. მე ვწუნეთ რომ ბიზნესის სტრუქტურებიდან მოვდივარ მე და მე ვიქნები ერთ-ერთი ყველაზე მყარი დამცველი ბიზნესის და ბიზნესის ინტერესებში. თუ მეტი კითხვა არ გაქვთ კენჭი უნდა ვუყაროთ. ესე იგი კენჭის ყველას დავაყენოთ ეს საკითხი და გთხოვთ მხარი დაუჭიროთ. წინააღმდეგი ვინ არის? ხა ევროპის ქვეყნების მაგალითების მოყვანა ბოლომდე სწორი არ არის ჩემი აზრით. იმიტომ რომ ისა სწორება გვაქვს ინსტიტუტების სრულყოფილ განვითარებაზე პირველ რიგში და სწორება გვაქვს რომ ჩვენ შევძლოთ ეკონომიკის იმგვარად განვითარება რომ ჩვენი მიზანი რაც არის რომ მაღალშემოსავლიანი ქვეყანად გადავიქცეთ და ამისთვის ვფიქრობ რომ ინსტიტუტებმა უნდა დაიცვას ბიზნესის ინტერესი და საშუალება მისცეს განვითარების და აქ ახლა ორივე მხარე შევთანხმდით რომ ბიზნეს ომბუდსმენის აპარატი აქტიურად ვერ ახორციელებდა იმ ფუნქციებს და შესაძლებელია ეკონომიკის სამინისტროს ჩარჩოში იქ უფრო მეტი სიკეთეები მოუტანოს ბიზნესს. ესეც ხომ არგუმენტია. ნახოთ, რა თქმა უნდა, ხა ბიზნესს პირველ რიგში ჭირდება სამართლიანობა. სამართლიანი სახელმწიფო ჭირდება და იაფი კაპიტალი. ძალიან დიდი სამართლიანობა და არაფერი არ ჭირდება ბიზნეს ომბუდსმენი რომ იყოს სამართალი.
არის სამართალი ჩვენ ქვეყანაში ახლა არ გვინდა ეს გოულათი სამართლიანებრივ ნაწილდებოდეს ასე რომ კარგად ახლა ამოვწოროთ ეს თემა და ჩვენი მნიშვნელოვანია ჩვენთვის ინვესტიციები და ხელმისაწვდომი კაპიტალის უზრუნველყოფა. აი ეს ორი მიმართულება არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. ყველას დიდი მადლობა. წარმატებებს ვისურვებთ.